გადავშალოთ ბიბლია. წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. მერვე თავი. პირველი სამი მუხლი. ახლა ნაკერპავებზე ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა, მაგრამ ცოდნა ამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. ეს არის უფლის სიტყვები. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც შენი ჭეშმარიტება, შენი სიტყვა თავად არის ჭეშმარიტება. შენი სული წმინდის მადლით შეგვეციე. გადააქციე შენი სიტყვა ჩვენს გულებში ჩაწერილ სიტყვებად. მოგვანიჭერათა ვერწმუნოთ შენს ძეს იესო ქრისტეს და ამ რწმენით დავიმკვიდროთ საუკუნოს სიცოცხლე. იესო ქრისტეს მიერ შევედრებით. ამინ. ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული? როგორ ფიქრობთ? ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული? წარმოიდგინეთ, რომ ხართ სიკვდილმისჯილი. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დაუშვით. და მხოლოდ ხელმწიფეს შეუძლია თქვენი შეწყალება გადარჩენა. რას აირჩევდით? ვარიანტი 1. რომ ხელმწიფეს ქონოდა თქვენზე სრული ცოდნა, ყველაფერი ცოდნოდა თქვენზე და ვარიანტი 2. ხელმწიფეს ქონოდა თქვენდამი სიყვარული, ისევე როგორც შობელს უყვარს შვილები. რომელს აირჩევდით? რომ ხელმწიფეს ცოდნოდა თქვენი თავი, თუ ხელმწიფეს ქონოდა სიყვარული თქვენს მიმართ? რა უფრო მნიშვნელოვანია? რა უფრო სასარგებლოა? რა არის მაცხოვნებელი, ხსნელი? იცოდე ღვთის შესახებ ბევრი რამ, კონდეს ცოდნა, თუ გიყვარდეს ღმერთი. ჩვენ მიერ წაკითხული ტექსტი გვასწავლის ტექსტში მოცემულია დარიგება. ერთმანეთთან ურთიერთობა ვიქონიოთ არა მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული, არამედ სიყვარულზე. გავიხსენოთ, რა ჟანრთან გვაქვს საქმე. საიდან წავიკითხე დღევანდელი ტექსტი? რა არის ეს? სახარება, გამოცხადება, თუ რა არის? ეპისტოლე, ანუ წერილი. თუ თქვენ თლიანად შეხედავთ ჩვენ ეპისტოლეს, გულისხმობ პირველ
ეპისტოლეს წერილს კორინთელთა მიმართ, აღმოაჩენთ, რომ მთელი წერილი აგებულია პრინციპზე. თქვენ მითხარით, მე გპასუხობთ. ისინი სვამენ შეკითხვას, აქვთ პრობლემა კორინთელებს, მორწმუნეებს, ხოლო დიდი მოციქული მათ პასუხობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ნებისმიერი ნაწყვეტის განხილვისას. მაგალითად, წერენ ქორწინების შესახებ, რა არის უმჯობესი კაცისთვის და წმინდა პავლე მოციქული ვრცლად პასუხობს მეშვიდე თავში. ლაპარაკია განსჯაზე ეკლესიაში, სასამართლოში წასვლაზე, წმინდა პავლე მოციქული ვრცლად პასუხობს. აგრეთვე ბრეთი და აღდგომის შესახებ ეკლესიაში წარმოიშვა ცდომილება და დიდი მოციქული ვრცლად პასუხობს. ჩვენ წინაშეც აი ამ ტექსტში ხედავთ ერთგვარ პასუხს. როგორ უნდა მოიქცნენ მორწმუნეები ნაკერპავების, ანუ კერპებისთვის, სრუღმერთებისთვის შეწირული მსხვერპლების მიმართ. ჭამონ, არ ჭამონ, წავიდნენ საკერპოში, არ წავიდნენ საკერპოში. აი ამ კონტექსტში დიდი მოციქული იძლევა დარიგებას, რომელსაც უნივერსალური ხასიათი გააჩნია. და რა არის ეს დარიგება? ავაწყოთ ურთიერთობები არა ცოდნაზე მხოლოდ დაფუძნებული, არამედ სიყვარულ ნარევ ცოდნაზე. არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ სიყვარულზე. რატომ უნდა გავაკეთოთ ასე? რატომ არის დამანგრეველი, პირდაპირ ვიტყვით, დამაზიანებელი, არასასურველი ღვთისათვის ურთიერთობები, რომლებიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე არის დაფუძნებული. რატომ? სულ მცირე სამი მიზეზის გამო, რაც აი ამ ნაწყვეტში არის მოცემული. პირველი, ურთიერთობები დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაზე სიყვარულის გარეშე იწვევს თვით კმაყოფილებას. რამდენად დამაზიანებელია ურთიერთობა, როდესაც ერთი მხარე არის მუდამ თვით კმაყოფილი. ამაზე ვისაუბრებთ. მეორე მიზეზი. რატომ არის დამანგრეველი, დამაზიანებელი ურთიერთობების ქონა დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაზე, სიყვარულის გარეშე. არის ის, რომ ეს იწვევს ამპარტავნებას. და მესამე მიზეზი. ურთიერთობები, რომლებიც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ცოდნას და სიყვარულს არა. ასეთი ურთიერთობები დამაზიანებელია, ვინაიდან ასეთი ცოდნა წარმოშობს ჩვენში, ან შეუძლია წარმოშვას ჩვენში ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია თავდაჯერებულობა. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა. სამი სიტყვა. თვით კმაყოფილება, ამპარტავნება და თვით დაჯერებულობა. ძნელია? ამბობთ არა, მაგრამ სიამოვნებაში ძნელია. თქმა სიტყვისა ადვილია, მაგრამ შესრულება ადვილია თუ ძნელია. კორინთელებში იყო დიდი პრობლემა. ურთიერთობაში იყო დიდი პრობლემა. ეს პრობლემა გამოჩნდა, როდესაც საქმე ეხებოდა
კერპებისადმი შეწირული სხვერპლის ჭამა არ ჭამას. გამოჩნდა, თავი იჩინა. ზოგჯერ პრობლემა თავს იჩენს გარკვეულ კრიზისში, გარკვეული საკითხის გადაწყვეტისას. ეს იყო ურთიერთობითი პრობლემა. როგორ აგვარებს დიდი მოციქული ამ პრობლემას? რა რჩევას იძლევა, რა დარიგებას იძლევა, რა სწავლებას გვაძლევს? ის გვეუბნება, რომ თუ ჩვენი ურთიერთობა აწყობილია მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაზე, მე ვიცი. და იქ არ არის სიყვარული. მაშინ ასეთი ურთიერთობა არის განწირული, დამანგრეველი, დამაზიანებელი. განვიხილოთ თითეული მიზეზი. ცნობილი გერმანელი ღვთისმეტყველი ვერნერ დე ბორი, გაგიგიათ? ვერნერ დე ბორი. ცნობილია მისი რამოდენიმე წიგნი, ყველაზე უფრო მეტად ცნობილია ალბათ მისი განმარტებანი რომაელთა ეპისტოლეზე და აი ჩვენ წერილზე, პირველ ეპისტოლეზე კორინთელთა მიმართ. ვერნერ დე ბორი, მე-20 საუკუნის ცნობილი გერმანელი ღვთისმეტყველი, უკვე გარდაიცვალა 70-იან წლებში. ის წერს თავის კომენტარებში შემდეგს. ციტირებ: ყველა ცოდნაში დაფარულია, დამალულია საშიშროება. იმისა, რომ ცოდნა გვაძლევს ჩვენ პირად კმაყოფილებას. ანუ თვით კმაყოფილების საშიშროება ამბობს დე ბორი. ცოდნაში ჩვენ ადვილად მივეცემით განცხრომას, ტკბობას, უკვე ვიცით, უკვე გარკვეული ცოდნა გვაქვს. ზემოდან ვუყურებთ სხვებს, ვისაც ჩვენნაირი ცოდნა არ გააჩნია. ამ დროს ჩვენ აღარ ვითვალისწინებთ სხვებს და ვრჩებით ჩვენი სიმდიდრით, ანუ ჩვენი ცოდნით, ჩვენთვის. ამ დროს, ამბობს დე ბორი, აღარ წარმოიშობა არანაირი ნამდვილი მოზიარეობა. საერთოდ. იმიტომ რომ ადამიანს აქვს თვით კმაყოფილების, თვით განცხრომის, თვით ტკბობის მდგომარეობა. მე ვიცი. ნახეთ როგორ იწყება ნაწყვეტი. ახლა ნაკერპავებზე ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მათ ჰქონდათ ასეთი ლოზუნგი, ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით, თუ იცით და თუ ეს ცოდნა საკმარისია. მაშინ რატო გაქვთ ერთმანეთში გაუთავებელი კამათი? რით გამოირჩეოდა კორინთოელები? თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანობაში ამ წერილს და გავითვალისწინებთ ლიტერატურულ კონტექსტს, დავინახავთ, რომ ეს ეკლესია იყო გამორჩეული ეკლესია რითი? არა მარტო სულიერი ნიჭებით. ძალიან ქარიზმატული ეკლესია იყო. ყველანაირი სულიწმიდის ნიჭი მოქმედებდა ამ ეკლესიაში, მაგრამ ზოგს რო არასწორად გონია, სულიერი ნიჭები, სულიწმიდის ნიჭები მორწმუნეებს სულიერად სრულყოფილებს, სულიერად ზრდა დასრულებულებს არ ქმნის. არ ქმნის. ფაქტი არის კორინთოს ეკლესია. კორინთელები როგორები იყვნენ? წმინდა პავლე მოციქულის შეფასებით. შვილები, ბალღები ქრისტეში. რატომ? რატო აკეთებს ასეთ დასკვნას? როგორ სულიწმიდის ნიჭები მოქმედებდა ეკლესიაში? რას ამბობთ? განკურნებათა ნიჭი, ცოდნის სიტყვა, სიბრძნის სიტყვა, სულების გარჩევის ნიჭი, უცხოენებზე ლაპარაკისა და განმარტების ნიჭი. და მაინც მორწმუნეები რჩებოდნენ სულიერ ჩვილობაში. ისინი არ იყვნენ მომწიფებულნი
სულიერად სრულნი, რატომ? იმიტომ რომ წმინდა პავლე მოციქული მიუთითებს მათ ყოფაზე, მათ ცხოვრებაზე, ცხოვრების წესზე, ნირზე, ურთიერთობაზე. იმიტომ რომ ისინი იმყოფებოდნენ შურში ერთმანეთის მიმართ. კამათში, მუდამ კამათობდნენ. დაყოფილი იყო ეკლესია რელიგიურ პარტიებად. წმინდა პეტრეს პარტია, აპოლოსის პარტია, პავლეს პარტია, ეკლესია დაიყო. დაყოფა, დაქსაქსულობა, შური, ჩხუბი, კამათი, ეს რისი ნიშანია? სულიერი მოწიფულობის ნიშანი არის თუ არა ეს? არა. მოქმედებდა თუ არა სულიწმინდის ნიჭები? მოქმედებდა. მიუხედავად სულიწმინდის ნიჭების უხვი მოქმედებისა, ეკლესიაში იყო ცრუ სწავლება. მე-15 თავი. ჩვენ ახლა მთლიანობაში ვლაპარაკობთ. რას გვეუბნება, რას გვატყობინებს მთლიანად ეს ეპისტოლე. მე-15 თავი. ანუ ეს უკვე თითქმის უკანასკნელი თავია, სულ 16 თავია პირველ წერილში. და ცლად მთელ თავში არის ლაპარაკი ყდრეთით აღდგომის შესახებ სწავლებაზე. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე, ეკლესიაში სულიწმინდის ყველა ნიჭი მოქმედებს, იმიტომ რომ დასაწყისში ამბობს დიდი მოციქული თქვენ არანაირი დანაკლისი არა გაქვთ არც ერთ ნიჭში. ყველა ნიჭი მოქმედებს და ეს ეკლესია არის ყველაზე ხორციელი. პავლე ამბობს რომ რძე გჭირდებათ, ვერ გაჭმევთ თქვენ კარგ საჭმელს, ყველაზე ხორციელი, ყველაზე ცოდვილი, სწავლებაში ცდომილება გააჩნია ეკლესიას. იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი ლოზუნგი იყო ჩვენ ვიცით. რა იყო კიდევ მათი ლოზუნგი? ვინ დამეხმარება, რაც ამ წერილში წერია, ჩვენ უნდა გავარჩიოთ. სად ამბობს წმინდა პავლე მოციქული და სად არის მოცემული თავად კორინთელთა ლოზუნგები და მათი მტკიცებები, რომლებსაც პასუხობს ამ წერილში მოციქული. რა იყო მათი ლოზუნგი? თუ ჩვენ ამას გავარჩევთ ერთმანეთისაგან, გავიგებთ, სად ლაპარაკობს წმინდა პავლე მოციქული, სად ლაპარაკობენ კორინთელები და როგორ პასუხობს. მაგალითად, მის წერეს დაეუბნებიან, ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ, რომ კაცისათვის კარგი არ გაეკაროს დედაკაცს. ეს ვისი სიტყვებია? პავლესი თუ კორინთელების? მოხედავთ? ანუ მოციქულის სიტყვებია, რომ კაცი კარგია, უქორწინობა? არა. მაგრამ პრობლემა წარმოიშვა? წარმოიშვა. და შემდეგ ცლად პასუხობს. ზუსტად ასევე, კიდევ რა ლოზუნგია? ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის. ეს პავლეს სიტყვებია თუ კორინთელების? კორინთელების. დიახ, რომელსაც პასუხობს პავლე. აი ამაშია მთავარი რამ, რომ ჩვენ კარგად გავერკვეთ წერილში. სად არის კორინთელების სიტყვა და სად არის პავლე მოციქულის სიტყვა. ის იღებს მათ სიტყვებს, მათ მოწერილს, ის იღებს არსებულ პრობლემას და შემდეგ პასუხობს. პრაქტიკულად ერთ-ერთმა მკვლევარმა ამ წერილს უწოდა ლაპარაკი ერთ ყურმილში, ტელეფონში, ერთ მხარეს. როდესაც ორი მოსაუბრია და შენ მხოლოდ ერთის ლაპარაკი გესმის და იქედან მეორე მოსაუბრის ლაპარაკი არ გესმის. მაგრამ შენ იგებ ამ მოსაუბრიდან რას გულისხმობს, პასუხს რომ სცემს და თან იმეორებს. ზოგჯერ ასეც არ ხდება ლაპარაკის დროს. რა შემეკითხე გიორგი? შენ გაინტერესებს საცხოვრობს ლუკა? ხო, პასუხობ. მაგრამ მე მაინტერესებს თუ შენ გაინტერესებს? ვისი სიტყვებია საცხოვრობს ლუკა, ჩემი თუ გიორგის? გიორგის მე უბრალოდ გავიმეორე. ზუსტად ასევე იმეორებს პავლე მოციქული სიტყვებს. ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი მკვლევარი საღვთო წერილისა იმასაც ამტკიცებს, რომ მე-14 თავში არ არის კარგი ამ შინაარსის სიტყვები, რომ ქალისთვის კარგია სიჩუმე და არ ილაპარაკოს, პავლეს სიტყვები კი არ იყო. არამედ ეკლესიაში არსებული მტკიცება ლოზუნგი იყო, რომელსაც პასუხობდა წმინდა პავლე მოციქული. მთელი წიგნია ამის შესახებ დაწერილი. ეს არის მცდელობა დავადგინოთ. შეიძლება ვცდებოდეთ კიდეც.
მაგრამ ტექსტის მიხედვით სად არის კორინთელთა სიტყვები და სად არის პასუხი წმინდა პავლე მოციქულისა. რომ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ღვთის სიტყვა ადამიანის სიტყვისაგან. იმიტომ რომ ბიბლია არის თავად ღვთის სიტყვა, ღვთისმსულიერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც აქ წერი არის სიმართლე, მაგრამ ამ სიტყვაში არის შემხედავთ იობის წიგნში სატანის ლაპარაკი, ცოდვილების ლაპარაკი, კარგი ქცევები, ცუდი ქცევები, აღწერილია ყველაფერი მართებულად და სწორად, რომ ჩვენ მივიღოთ დარიგება. არსებობს უშუალოდ ღვთის სიტყვები, თავისი მოციქულური ავტორიტეტით, წმინდა პავლე მოციქული პასუხს სცემს მათ და ეუბნება, იცით რატომ წარმოგეშვათ პრობლემები? რატომ წარმოგეშვათ პრობლემები? ნაკერპავებზე. იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობებს აწყობთ არა სიყვარულით, არამედ აწყობთ ცოდნით. ცოდნით. ასე დროს ადამიანი ეძლევა თვითკმაყოფილებას. მეცაც გეტყვით. მას გონია რომ ის რაც მან იცის, მხოლოდ მან იცის. და სხვა არავინ. ამას ქვია ექსკლუზიური ცოდნა. მაგრამ შეხედეთ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს თავის ჰომილიაში პირველ კორინთელთაზე, პირველ წერილზე კორინთელთა მიმართ. ის აყენებს დარტყმას აი ამ არგუმენტს. ისინი ამბობდნენ, ჩვენ ვიცით. პავლე მოციქული ამბობს, კი, ყველამ ვიცით. მარტო თქვენ კი არ იცით, ჩვენ ყველამ ვიცით. ნუ გონიათ რომ მარტო თქვენ იცით ის რაც იცით. ახლა ნაკერპავებზე ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა, ამბობს წმინდა პავლე მოციქული. ეთანხმება, ჩვენ ყველას გვაქვს ცოდნა. ნუ გონიათ რომ მხოლოდ ზოგიერთებს გაქვთ ცოდნა. თქვენ იცით და მე არ ვიცი. ან მხოლოდ ერთმა პარტიამ იცის, რელიგიურ პარტიაზეა ლაპარაკი, რაც ეკლესიაში იმ დროს იქ იყო. უკვე ვთქვით, ეს არის აპოლოსის პარტია, პავლეს რელიგიური პარტია, დაჯგუფება. პრაქტიკულად წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რო ვთქვათ, ანეიტრალებს მათ ქედმაღლობას. ნახეთ სად ურტყამს მათ ცოდნას. თქვენ გონიათ რომ მარტო თქვენ იცით და ხართ რაღაც განსაკუთრებულები. სიამდვილეში ჩვენ ყველამ ვიცით. იცით, სახარება არის ყველაზე დემოკრატიული უწყება. რატომ? იმიტომ რომ სახარების თანახმად ყველა ადამიანი მოკლებულია ღვთის დიდებას, ყველამ შესწოდა. არავინ არის გამონაკლისი. ძალიან უნივერსალურია. ქალი, კაცი, მდიდარი, ღარიბი და ყველა გადარჩება ერთნაირად. ყველასთვის მოტანილია ერთნაირი საფასური. ძალიან დემოკრატიულია. მაგრამ ზოგს გონია რომ მხოლოდ მათ აქვთ რაღაცა წვდომა ცოდნისადმი. დაადეს უკვე თავიანთი პაროლი ამ ცოდნას და არავის არ უნაწილებენ. მაგრამ პავლე ამბობს არა. თქვენ რო გონიათ რომ თქვენ იცით, ჩვენც ვიცით. მარტო თქვენ არ იცით, ეს ცოდნა არის საყოველთაო. ყველასთვის მისაწვდომია. ღმერთმა მოხსნა ყველანაირი პაროლი ამ ცოდნას და ყველასათვის მისაწვდომი გახადა. უფასოა. თავისუფლად შეგიძლიათ ეზიაროთ. მეორე რაც ჩვენ თქვით, ურთიერთობა დამყარებული მხოლოდ ცოდნაზე და არა სიყვარულზე შობს ამპარტავნებას. აი სიტყვა, რომელიც აქ გამოიყენება, მაგრამ ცოდნა ამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს, ამპარტავნებს. ნიშნავს სიტყვით იცით რას? ბუშტის გაბერვას. აი ურთიერთობებში კორინთელები აი ასეთნაირად გამოიყურებოდნენ, როგორც გაბერილი ბუშტები. ამპარტავანი ადამიანი არის როგორც გაბერილი ბუშტი. გაბერილია. ის ამპარტავნებს, იმიტომ რომ მან იცის,
ის აღარ ითვალისწინებს სხვებს. ის უყურებს ზემოდან სხვებს. სულ 7-ჯერ არის ახალ აღთქმაში ეს სიტყვა. და ერთხელ არის იმავე ეპისტოლეში უარყოფითი ფორმით, სადაც არის სიყვარულის აღწერა მე-13 თავში. და წერია მე-13 თავის მე-4 მუხში თუ ნახავთ, სიყვარული არ ამპარტავნებს. რა ამპარტავნებს? ცოდნა აქ წერია, ცოდნა ამპარტავნებს. იგივე სიტყვა, მაგრამ სიყვარული არ ამპარტავნებს. სულ 7-ჯერ. იმიტომ რომ სიყვარული სხვანაირად მოქმედებს, სიყვარული მუდამ ზრუნავს სხვაზე, ითვალისწინებს სხვის აზრს და მუდამ ზრუნავს სხვის კეთილდღეობაზე. მეტიც, უფრო მეტად ზრუნავს სხვაზე, ვიდრე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ არ არის ეგოისტი. არ არის ეგოისტი. ნახეთ, ცოდნა ამპარტავნებს, უშტევით ბერავს, ადიდგულებს ადამიანს, ქედმაღლობას, მედიდურობას, გულზვიადობას, ზძენს მას, ხოლო სიყვარული რა შვება? აშენებსო. სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც აშენებს, ნიშნავს სიტყვასიტყვით იგივეს, რაც გესმით, აგებას, აღმართვას, აშენებას, გატანითი მნიშვნელობით დარიგებას. ნახეთ, რა კონტრასტია, როგორ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან ცოდნა და სიყვარული. ანუ ნამდვილი ცოდნა არის ცოდნა, რომელსაც აქვს სიყვარული, ხოლო ცდარი, დამანგრეველი, დამაზიანებელი ცოდნა ეს არის სიყვარულისაგან დაცლილი, სიყვარულ მოკლებული ცოდნა. დიდი ფრანგი რეფორმატორი ამბობს, წყეულია ცოდნა, რომელიც ადამიანებს მედიდურებად აქცევს და არაა დაკავშირებული გულმოდგინებასთან აღსაშენებლად. როგორი სიტყვებია? ეხლა მოусმინოთ ნეტარ ავგუსტინეს. თავის ცნობილ შრომაში სახელწოდებით ღვთის ქალაქის შესახებ მე-9 წიგნის მე-20 თავში ის ამბობს, დემონებს აქვთ ცოდნა სიყვარულის გარეშე და ამიტომ არიან ასეთი მედიდურნი. განმარტავს, რატო არიან დემონები, ანუ ბოროტის სულები, ავის სულები მედიდურნი? არიან თუ არა ისინი მედიდურნი? მათი სამარკო ნიშანი ყველასი გამაერთიანებელი. ნიშანთვისება არის ის, რომ ყველა არის ამპარტავანი. რატომ? ავგუსტინე პასუხობს, იმიტომ რომ აქვთ ცოდნა. აქვთ თუ არა ცოდნა დემონებს? რა თქმა უნდა აქვთ ცოდნა. ხშირად ჩვენ დემონებივით ვიქცევით. ჩვენ გვინდა მხოლოდ ცოდნა გქონდეს. ეს პრობლემა იყო კორინთოში. ისინი ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, ამიტომაც იყო მათ შორის დაქსაქსულობა, მიუტევებლობა. ნახეთ, რამდენი საკითხი იყო, რომ დაუკვირდეთ ეპისტოლეში. რამდენი საკითხი, წმინდა ზიარება როგორ ტარდებოდა? სასტიკად, მოუწესრიგებლად. რატომ? იმიტომ რომ დემონებივით იქცეოდნენ თუ ავგუსტინეს სიტყვებს დავესესხებით. მათ ჰქონდათ ცოდნა, როდესაც იესო შეპყრობილ ადამიანებს ეკონტაქტებოდა. დემონები რას ამბობდნენ იქიდან? არ ვიცითო ვინ ხარო? ვიცით რას ნიშნავს? ცოდნას. ვინმე როდესმე უთხრა იესოს, იესო გვიყვარხარ. რომელმა დემონმა უთხრა იესოს გვიყვარხარ? არა. იცის თუ არა დემონმა ბოროტმა სულმა ეშმაკმა ღმერთი? ცნობს თუ არა ღმერთს? იცის. უყვარს თუ არა? არ უყვარს. ავგუსტინე ამბობს, დემონებს აქვთ ცოდნა სიყვარულის გარეშე, ამიტომ არიან მედიდურნი. ეს გაფრთხილებაა ჩვენთვის. ყოველთვის როცა ჩვენ გვინდა ცოდნა სიყვარულის გარეშე, ჩვენ ვემსგავსებით დემონებს. ჩვენ ხვდებით ამპარტავანი, გაბერილი ბუშტები. იმისათვის რომ არ გავხდეთ ასეთი საჭიროა ცოდნას დავურთოთ რა? სიყვარული. მაშინ ხდება ცოდნა ჭეშმარიტი ცოდნა. კვლავ მოусმინოთ, გავაგრძელოთ ავგუსტინეს სწავლება. ამიტომ არიან ასეთი მედიდურნი, ანუ ამპარტავანი, რომ შეეცადნენ მიეთვისებინათ ღვთიური პატივი და აკეთებენ ამას დღემდე, რამდენადაც შეუძლიათ და სადაც შეუძლიათ. ანუ არ ცხრებიანო.
არ ცხრებიანო, დღემდე განაგრძობენ მედიდურობას და ამპარტავნებას. რატომ? იმიტომ რომ ისაკუთრებენ ღვთის ღირსებას, ღვთის პატივს, ღვთის დიდებას, იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის. ცოდნა აქვთ? აქვთ. მაგრამ არ აქვთ სიყვარული. რადგანაც ჩვენ ვახსენეთ ავგუსტინე და ვახსენეთ ამპარტავნება, მოდით განმარტოთ რა არის ამპარტავნება? რელიგიური განმარტება. რელიგიური ქრისტიანული მართლმადიდებლური განმარტება ამპარტავნებისა რა არის? ამპარტავნება ეს არის პიროვნების, იქნება ეს ადამიანური არსება თუ ანგელოსური არსება, იმიტომ რომ ანგელოსაც და ადამიანსაც შეიძლება კონდეს ამპარტავნება. ამპარტავნება, სიამაყე, ეს არის პიროვნების ცოდვილი მდგომარეობის ფორმა, რომელიც ეფუძნება მცდარ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ღმერთზე და გარემომცველ სამყაროზე. და ვლინდება საკუთარი მნიშვნელობის აღზევებაში და სხვების მნიშვნელობის დამცირებაში. მოკლედ და კონკრეტულად. გასაგებია ეს განმარტება, ეს არის ქრისტიანული მართლმადიდებლური განმარტება ამპარტავნებისა, სიამაყისა. ეს არის პიროვნების ცოდვილი მდგომარეობის ფორმა, რომელიც ეფუძნება არასწორ აღქმას, არასწორ დამოკიდებულებას ღმერთთან, საკუთარ თავთან, გარემომცველ ადამიანებთან, სამყაროსთან და გამოიხატება ეს არასწორი დამოკიდებულება რაში? იმაში, რომ საკუთარ მნიშვნელობას ამ დროს ადამიანი ძალიან ამაღლებს, ანუ რა შვება? ეს სიტყვა რას ნიშნავს? პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარ თავს რას უშვება? ბერავს, როგორც ბუშტს, იბერება, მე ვიცი. რასაც არ ეტყვი, ვიცი. სხვადასხვა ეს არის დამახასიათებელი პატარა ბავშვებისთვის, ხო? რასაც არ ეუბნები, ვიცი. აი, იზრდება შენი ნახავ, ყველაფერზე გეტყვის ვიცის. რასაც არ ეტყვი, ვიცი. ზოგჯერ გინდა კარგი თუ იცი. გააკეთე მაშინ შენებურად. დღეს დასრულების ბევრი ასე იქცევია. ყველაფერი იციან. ექიმიც არიან, ინჟინერიც არიან, ქრისტიანი, ყველაფერი თეოლოგიც, ყველაფერი იციან, მეწაღეც არიან, ყველაფერი იციან, რაც არ უნდა კითხო, ყველაფერი იციან. ნუ ასწავლი მცოდნეს, მათი ლოზუნგი. ეს სჭირდათ კორინთელებს. ნუ მასწავლი, ყველაფერი ვიცი. იმიტომ იყო პრობლემები მათ შორის, რომ ყველაფერი იცოდა. როგორ შეიძლება ხაჭაპურის გამოცხობაც იცოდე, ფეხსაცმლის შეკერვაც იცოდე, დახატვაც იცოდე, ქიმიკოსიც იყო, ფიზიკოსიც იყო, ყველაფერი იცი? მაგრამ ისინი იყვნენ გაბერილნი აი ამ ცოდნით ან ამპარტავნებით. ამ დროს ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას ამაღლებს და სხვათა მნიშვნელობას ამცირებს. ღირსი იოანე კიბის აღმწერელი, იგივე ღირსი იოანე სინელი შესანიშნავად მოკლედ განმარტავს, რას ნიშნავს ამპარტავნება. ამპარტავანი მისი სიტყვები წააგავს ვაშლს, რომელიც შიგნიდან არის გამომპალი, ხოლო გარედან ბრწყინავს სილამაზით. ჩაკვდრია თუ არა ასეთი ვაშლი? გარედან ძალიან კარგად გამოიყურება, ჩაკვიჩავ თუ არა შიგნით მატლია. ან გაფუჭებულია. აი, ღირსი იოანე კიბის აღწერელი, ეს დიდებული საეკლესიო მოღვაწე, აი ასეთნაირად გამოხატავს. მე მგონი ძალიან გასაგები ენაა. აი სწორედ ასეთი გაბერილი ბუშტი არის ამპარტავანი. აი ასეთები გახდნენ მორწმუნეები კორინთოში. ამიტომ მათი ურთიერთობა, იმიტომ ვერ შეთანხმდნენ. რა გავაკეთოთ? ნაკერპავებზე. ზოგი ამბობდა არა, უნდა ვჭამოთ, ზოგიერთები არ შეიძლება ჭამა და ხდებოდა დისბალანსი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს თავის ჰომილიაში ამ წერილზე. ცოდნა, რომელიც არ არის შეერთებული სიყვარულთან, წარმოშობს რას? ამპარტავნებას, რაც მოხდა კორინთოში. იგივე ოქროპირი ბრძანებს, პავლემ განგმირა მათი სიამაყე. პავლე ათვინიერებს მათ ამპარტავნებას. და სხვათა შორის გვასწრებს შეკითხვაში. ამ დროს ერთი შეკითხვა არ დაგებადათ, როგორ შეიძლება გიყვარდეს ცოდნის გარეშე?
ოქროპირი გვასწრებს და ამბობს, მაგრამ იტყვი, სიყვარულს ცოდნის გარეშე არ აქვს სარგებელი, როგორ შეიძლება მიყვარდეს თუ არ ვიცი. ხო სწორია? ნახეთ, როგორ პასუხობს მოკლედ და გადადის სხვა თემაზე. ამაზე არ საუბრობს საერთოდ პავლე, ამბობს ოქროპირი. ეს ხომ ისედაც ცნობილია, ამბობს ის. ეს ხო ისედაც ცნობილია, რომ ცოდნის გარეშე როგორ უნდა მიყვარდეს თუ არ ვიცი. მე ის ვინც შევიყვარე. და ბოლოს შეუძლებელი ამ დროს არ გავიხსენოთ თომა კემპელი. რამდენ თქვენ გახსოვთ თომა კემპელი? 1 2 თომა კემპელი 3 თომა კემპელი. რა არის მისი ნაწარმოები? რა ქვია მის ნაწარმოებს? მიბაძვა ქრისტეს ლათინურად წერდა. დია, ქრისტი. მიბაძვა ქრისტეს. საქვეყნო ცნობილი, ძალიან ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო წიგნია, ეს არის ზოგად ქრისტიანული ლიტერატურული ძეგლი, რომელიც ყველა ქრისტიანისათვის, არ აქვს მნიშვნელობა, კათოლიკე იქნება, მართლმადიდებელი, პროტესტანტი, არის ძალიან გულის ჩამწვდომი, მნიშვნელოვანი და არის განსაკუთრებული გრძნობების აღმძვრელი ჩვენში. აი ციტატა. როდესაც ამბობენ, თავარია ცოდნა, თავარია იცოდე, ეს იყო ლოზუნგი კორინთელების. მე ვიცი. იცი? კარგი თუ იცი. იმიტომ ხარ ასეთი ამპარტავანი. რას ამბობს თომა კემპელი? ციტირებ. რას გარგებს შენ? ეს არის მღებრიშვილის თარგმანი. რას გარგებს შენ? უკე თუ ბრძნულად ბჭობდე სამებაზედ. ხო გასაგებია, ხო? ცოტა უდენი ცვლილება თანამედროვე ქართულთან, მაგრამ გასაგებია აზრი, ხო? რას გარგებს შენ? უკე თუ ბრძნულად ბჭობდე სამებაზედ, ხოლო არ აქონდეს სიმდაბლე, ანუ თავდაბლობა, ურომლისოდაც ვერ სათნო ეყოფვი სამებასა. ხო გასაგებია? ანუ რა არისო, რა სარგებელი გაქვს, რომ ძალიან კარგად ლაპარაკობდე სამებაზე, თუ არ გაქვს სიმდაბლე, ხარ ამპარტავანი. არ გაქვს თავდაბლობა, რომლის გარეშეც შენ ვერ აამებ სამებასო. ჭეშმარიტად, მაღალი სიტყვები ვერ ყოფენ კაცსა წმიდა და მართლად, არამედ სათნოებიანი ცხოვრება შეიქმს მას საყვარლად ღვთისა. ის უფრო მირჩევნია, ამბობს თომა კემპელი, რომ გრძნობდე გულის შემოსვრას, ანუ სინანულს, მოდრეკას, ვიდრე რომ ვიცოდე განმარტება მისი. ზოგი ფიქრობს, მე თუ ვიცი განმარტება, თავი ქუჩში მაქვს. არა. ზეპირად რომ იცოდე მთელი დაბადება, ამბობს თომა კემპელი. რას გულისხმობს დაბადების ქვეშ? წიგნს. ანუ ზეპირად უნდა იცოდე 52 თავი. ნახეთ? ზეპირად რომ იცოდე. და ყოველი თქმულემანი ფილოსოფოსთა, რას გარგებენ შენ იგინი? უკე თუ არა გაქვს სიყვარული ღვთისა და მადლი მისი, ამაოთა და ყოველივე ამაო არს თვინიერ სიყვარულისა ღვთისა და მხოლოდ მის წინაშე მსახურებისა. ანუ ამის გარდა ყველაფერი ამაო არისო. გარდა ღვთის თვინიერი სიყვარულისა და მის წინაშე მსახურებისაო. და ბოლო წინადადება, უაღრესი სიბრძნე მასშია, რომ მოიძულოს კაცმა სოფელი ესე და მიისწრაფოდეს ზეციურისა სამეუფოსაკენ. შესაძლოა თუ არა ჩვენს ადგილს? ზუსტად. წმინდა პავლე მოციქული საუბრობს, რა ბედენაა რომ თქვენ იცით, რომ გაქვთ ცოდნა. რა ბედენაა, ხო ამბობთ რომ ვიცით, ჩვენც ყველამ ვიცით. რა ბედენაა. თქვენ მაინც განაგრძობთ ცოდვაში ყოფნას. თქვენ მაინც არ იქცევით სათნოთ ღვთის წინაშე.
თქვენ მაინც გაბერილ ბუშტს წააგავთ. და მესამე, ჩვენ იმიტომ გქონდეს უნდა ურთიერთობა ერთმანეთთან, რომ ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაზეა დამყარებული, სადაც არ არის სიყვარული, ასეთი ცოდნა წარმოშობს ადამიანში არა მარტო თვითკმაყოფილებას, ამპარტავნებას, არამედ თვითდაჯერებულობას. შეხედეთ, წმინდა იონე ოქროპირი ამბობს, რომ აი ამ არგუმენტით აგრეთვე ის ათვინიერებს მათ ქედმაღლობასო, როცა ამბობს, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. ვისი სიტყვები გახსენდებათ? ვისი სიტყვები? ცნობილი კი არა, ბუმბერაზი, ბერძენი ფილოსოფოსისა. კი ბატონო, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. ვისი სიტყვებია ეს? არა. პრაქტიკულად თითქმის თქვი, მაგრამ პლატონი წერს, მაგრამ ვინ თქვა? არა. არისტოტელე პლატონის მოწაფე იყო. ვინ იყო პლატონის მასწავლებელი? ვისი მოწაფე იყო პლატონი? ვინ შეცვალა მსოფლიო ფილოსოფია? არა, არისტოტელი არა, მეგობრებო, ვინ თქვა ეს სიტყვები? სოკრატე. პლატონს აქვს ერთი ასეთი ნაშრომი. ჩვენამდე მოაღწია ათეულობით დიალოგმა. და ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი არის დიალოგების გარდა აპოლოგია, სოკრატეს აპოლოგია, ასე ქვია. და აი სოკრატეს აპოლოგიაში ჩვენ ხვდებით აი ამ გამონათქვამს. მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. რამოდენიმე ნაწილისგან შედგება ეს ნაშრომი და აქ არის ლაპარაკი ბრალდებებზე, რომლებიც გაისმა სოკრატეს წინააღმდეგ. სოკრატეს არაფერი არ დაუწერია, არასოდეს, არაფერი. სოკრატეს შესახებ ჩვენ ვიცით პლატონის მეშვეობით. პლატონი წერდა და თავის ფილოსოფიას დიალოგებში გადმოგვცემდა. სოკრატე შეგნებულად არაფერს არ წერდა. და ეს ცნობილი სიტყვები, შეხედეთ როგორ არის გადმოცემული პლატონის ამ ნაშრომში, რომელსაც ქვია სოკრატეს აპოლოგია. სოკრატე ამბობს თავის ბრალდებებზე, ანუ მათზე, რომლებიც ბრალდებდნენ მას. მე მათზე ბრძენი ვარო. ახლა წარმოგიდგენთ როგორ გააწმილებდა ეს სიტყვები მათ. იმიტომ რომ მე ის მაინც ვიციო, რომ არაფერი არ ვიციო. და ამათ გონიათ, რომ ყველაფერი იციან. ერთ-ერთი თარგმანის მიხედვით არის სხვადასხვა ენაზეა ხო ეს გადათარგმნილი. ერთ-ერთ ენაში ერთ-ერთი თარგმანი ასეთნაირად გადათარგმნის სოკრატეს ამ სიტყვებს. რაც უფრო მეტად ვიგებ, რაც უფრო ვიზრდი ცოდნას, მით უფრო ხვდები, რომ არაფერი არ ვიცი. რა იყო კორინთელების პრობლემა? რაში გამოვლინდა მათი ქედმაღლობა? ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიცით უკვე ყველაფერი. ვერნერ დე ბორი, რომელზეც დასაწყისში გითხარით, ამბობს, რომ ამ პრობლემას ჰქვია დოგმატიზმის პრობლემა. ცუდი გაგები დოგმატიზმი. დოგმატიზმი შესანიშნავი სიტყვა, დოგმატური შესანიშნავი სიტყვა, დოგმატი, დოგმა, მაგრამ შეიძლება დოგმატიზმი უარყოფით მნიშვნელობითაც იყოს გაგებული, რომელიც ვლინდება, ამბობს დე ბორი. საერო მეცნიერებებში, მსოფლმხედველობებში და ღვთისმეტყველებაშიც. რაში ვლინდება კონკრეტულად? როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მან მთლიანად ამოწურა და ყველაფერი იცის ჭეშმარიტების შესახებ. დამთავრდა. ის უკვე ფლობს სრულ ცოდნას ჭეშმარიტებაზე და მას აღარ ჭირდება ცოდნის გაღრმავება. უკვე ისწავლა, დაამთავრა ოქსფორდი. აი, მოიარა სტენფორდი, გადაბარგდა კემბრიჯში. ჰარვარდიც მიაყოლა. რაღა დარჩა?
ბოლონია დარჩა. კიდე პარიზში წავიდა, პარიზში რა დაამთავრა? სორბონა. ანუ ყველაფერი იცის უკვე. წმინდა პავლე მოციქული ამბობს სულიწმინდით აღსილი. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, ანუ უკვე დაასრულა ცოდნა. აი ამით რა შვება? განგმირა, განადგურა მათი ამპარტავნება, მათი ქედმაღლობა, მათი გულზვიადობა. მან ჯერ არაფერი არ იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. მეცაც გეტყვით. 1000 ცხოვრება არ იქნება საკმარისი, რომ შევიცნოთ ღმერთი. და სრული წარმოდგენა გქონდეს ჭეშმარიტებაზე. რატომ იჩემებს მაშინ ზოგიერთი, რომ მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის? სხვადასხვა, როდესაც კითხულობდი ლექციების კრებულს ცნობილი პატროლოგისა, მართლმადიდებელი პატროლოგისა, მსოფლიოში ცნობილი პატროლოგისა, ერთ-ერთი დიდი პატროლოგისა, პროტოპრესვიტერი იოანე მეინდორფისა. მან ერთი ასეთი სიტყვები თქვა ქალკიდონის კრების გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩამჩა მეხსიერებაში. და ერთგვარი აღტაცება გამოიწვია ჩემში. ქალკიდონის 451 წლის მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა და მიიღო დებულება, რომელსაც უწოდებენ მართლმადიდებლობის ძეგლსაც ქრისტეს პიროვნების შესახებ. და აღიარა და თქვა, რომ იესო ქრისტე არის ერთი პიროვნება, რომელსაც გააჩნია ორი ბუნება, შეერთებული და 4 ზნიზედა. განუყრელად, განუყოფლად, შეურევნელად და უქცეველად. ყველა ქრისტიანმა ეს 4 სიტყვა ზეპირად იცის, რომ ძინავს გაიღვიძოს, იტყვის განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად, უქცეველად. და პატროლოგი დასძენს და ამბობს, ამით ქალკიდონმა მაინც ვერ ახსნა იესო ქრისტეს პიროვნების საიდუმლოება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვაო, ხედავთ? მაგრამ მონიშნა საზღვრები, რომ დაეცვა ქრისტეს პიროვნების შესახებ ქრისტიანული დოგმატი სხვადასხვა ცრუ სწავლებებისგან, ნესტორი, ევტიქი, არიოზი და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა სურდა პატროლოგს, რომ ითქვა მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერს ჩაწვდი, ყველაფერი გაიგე და იესოს პიროვნება უკვე შენთვის თლიანად გასაგებია. როგორ შეიძლება იყოს გასაგები ერთი პიროვნება არის ნამდვილი ღმერთი და ნამდვილი ადამიანი. თუ ღმერთი ადამიანი როგორა და თუ ადამიანია ღმერთი როგორა, გასაგებია? თქვენთვის გასაგებია? არ ვიცი. თუ გასაგებია, აწიეთ ხელი. მაშინ აჯობეთ ყველა მამას ეკლესიისა. სწორედ ამაში გვადებენ ბრალს არაქრისტიანები, რომ თქვენ არათანმიმდევრული და არალოგიკურები ხართო. დიახ, შეიძლება ეს არ იყოს ადამიანური ლოგიკა, მაგრამ ქრისტიანული დოგმატი რას ეფუძნება? ადამიანისგან სჯას? ადამიანმა იფიქრა და აღმოაჩინა თურმე ღმერთის სამება ყოფილა. აღმოაჩინა და ამტკიცა თურმე ქრისტეს პიროვნება ყოფილა ღმერთი და ადამიანი ერთდროულად. არა, ქრისტიანული დოგმატი რას ეფუძნება? გამოცხადებას. გამოცხადეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დოგმატური სახელმძღვანელო ამ თეზისით იწყება, რომ ქრისტიანული დოგმატი ეფუძნება არა ადამიანის ნააზრევს, ადამიანის ნააზრევი რო იყოს, მაშინ წმინდა სამების დოგმატი საერთოდ არ იარსებებდა, იმიტომ რომ ღმერთი ერთ-არსი სამპიროვანი. თქვენ გესმით ეს? ღმერთი ერთ-არსი სამპიროვანი, შეგიძლიათ ეს გონებით გაიგოთ, ჩაწვდეთ ან გამოთქვათ? მიუხედავად მრავალი ანალოგიისა, რა თქმა უნდა, არა, ეს საიდუმლოა. რომელსაც ჩვენ ღებულობთ, რომელიც ჩვენ გვჯერა და ამიტომ ვიწოდებით ჩვენ ქრისტიანებად, ტრინიტარ ქრისტიანებად. ამიტომაც ვაღიარებთ ქალკიდონის დოგმატს, რომ იესო ასეთია და სხვანაირი არაა. და მასში ღვთაებრივი ბუნება არასდროს არ დამცირდება ადამიანური ბუნების გამო, ან ადამიანური ბუნება არ დაკრინდება ღვთაებრივი ბუნების გამო. რომ ის ორი პიროვნება არა, ერთი პიროვნებაა. ღმერთო ჩემო, რა საოცარი რამ არის? არადა ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი. თუ ჩვენ სხვა ქრისტეს შემოვიყვანთ, მაშინ ქრისტიანობა აღარ გვექნება. რა იყო კორინთელთა პრობლემა?
მათ თქვეს ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით. ავასრულეთ, ვიმეცადინეთ, ყველაფერი ვიცით. პავლე მოციქული რას ეუბნება? სად ურტყამს მათ? სად უგზავნის მათ ნესტარს? შენ ამბობ რომ იცი? ეს ნიშნავს რომ შენ ჯერ კიდევ არაფერი არ იცი. პავლე ამბობს სხვა წერილში, აბა რომელ წერილში? გავავარჯიშოთ ჩვენი ცოდნა საღვთო წერილისა. სხვა წერილში ამბობს არ მივიჩნევ თავს მიღწეულად, არამედ მივილტვი. საწერია. არა. ფილიპერთ. მადლობა. ფილიპერთ. რა გჭირთ? ეხლა მიპასუხებთ. რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას თავარია გვიყვარდეს. მაგრამ მე ისევ იოანეს ოქროპირს მივმართავ. ნახეთ როგორ გაკვით ამბობს და ყველაფერი თქვა ამით. თქვენ შეიძლება თქვათ რა სარგებელი აქვს სიყვარული ცოდნის გარეშე, მაგრამ ამაზე აქ ლაპარაკი არ არის, ეს ხო ისედაც ყველასთვის ცნობილია რომ არ არსებობს სიყვარული ცოდნის გარეშე, მაგრამ აქ არის ლაპარაკი უსიყვარულო ცოდნაზე. და ეხა ბოლო აკორდი და ამით დავასრულებთ. წმინდა პავლე მოციქულის თვალსაზრისი და ამას ასწავლის მთელი ბიბლია, ძველი აღთქმა სხვათა შორის და ახალი აღთქმაც. ცოდნა, ანუ რელიგიური ცოდნა, ღვთის შემეცნება. ეს არ არის სწავლების ცივი პროცესი. რომ შენ სწავლობ ცივად რაღაცას. არამედ ეს არის ურთიერთობა მცოდნელსა და ცოდნილს შორის. მცოდნელსა და ცოდნილს შორის. ანუ ცოდნის ობიექტ შორის, გარკვეული ურთიერთობის დამყარება. დაბადების მეოთხე თავის პირველი მუხლი არ გადაშალოთ, მერე გადაშალეთ. ყველაზე ახლო ურთიერთობა ადამიანებს შორის, რომელიც მოიცავს ფიზიკურ სიახლოვესაც. რომელი ურთიერთობაა? ცოლქმრული, ხო სწორია? აი ცოლქმრული ურთიერთობა, რომელიც სიტყვით გამოიხატება ბიბლიაში. გადაშალეთ დაბადების 4:1 აი ახლა და ნახეთ და მითხარით. აი ახლა მენა რომ თქვენ თვითონ ნახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააზრებისთვის, დაბადების 4:1. რაკნა? შეიცნო. იგივე სიტყვა, შეიცნო. ღმერთსა და ჩვენ შორის ურთიერთობა სწორედ ამ სიტყვით გამოიხატება. ამ სიტყვით გამოიხატება. შეიცნო. მაშასადამე ბიბლიური გაგებით ჭეშმარიტი ცოდნა არ ნიშნავს ინფორმაციის ფლობას. არამედ გარკვეულ ურთიერთობას ცოდნის ობიექტისადმი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მე ვიცი ღმერთი, ჩვენ არ გულისხმობთ ქრისტიანული გაგებით, რომ მე ვიცი მის შესახებ, არამედ მე მიყვარს ის. იმიტომ რომ ცოდნა, ნამდვილი ცოდნა მოიაზრებს მიძღვნას, გადაცემას, თავგანწირვას და შეერთებას. ცოლ-ქმარი, როგორ წერია? შეერთვის. ცოდნა ნიშნავს შეერთებას. მეორე ტიმოთეს, მეორე თავის 19 მუხლში წერია. ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი. რა ბეჭედი აქვს? შეიცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს. რა ქნა უფალმა თავისიანები? შეიცნო. იონეს სახარებაში წერია, ეს არის საუკუნო სიცოცხლე, გიცნობდნენ შენ და შენს ძეს. ანუ მამის და ძის ცოდნა. პირველ იოანეში, მეორე თავში, მესამე მეოთხე მუხლებში მოციქული ამბობს, ვინც ამბობს რომ შევიცანი ის, მაგრამ არ ასრულებს მის მცნებას, შეუცვნია ის? არა. რატომ შეგვიძლია ჩვენ გქონდეს ჭეშმარიტი ცოდნა, ანუ ცოდნა, რომელსაც აქვს სიყვარული? იმიტომ რომ ჯერ ღმერთმა შეგვიცნო ჩვენ.
და ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიყვარა. მე არ ვიცი როგორ გესმით თქვენ ეს სიტყვები, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარ განუსაზღვრა. მე ამ სიტყვებს ვიგებ არა წინასწარ იცნო იმ მნიშვნელობით, რომ მან უბრალოდ წინასწარ იცის და მეტი არაფერი, როგორც ამინდის პროგნოზის გამოცხადების დროს. ანუ რა შვება გამომცხადებელი? აუწყებს პროგნოზს, ასეთი ამინდი დადგება, მაგრამ თვითონ ამინდისადმი რაიმე დამოკიდებულება აქვს? ანუ ზეგავლენა აქვს ამინდზე გამომცხადებელს? არა, გეუბნება ან წვიმა იქნება, ან მზე იქნება. მაგრამ როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ სიტყვას შეიცნო, რა აღმოვაჩინეთ? წინასწარ შეიცნო, ანუ შეგიძლიათ შეცვალოთ სიტყვებით წინასწარ შეიყვარა. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ყალიბდება მცნობელსა და ცნობილს შორის. წინასწარ შეიცნო, არა უბრალოდ დაგინახა და დაგაკვირდა, რას იზამდი. არა, შეგიყვარა. იზრუნა იმაზე, რომ შენი დედა და შენი მამა შეხვდა ერთმანეთს. იზრუნა იმაზე, რომ შენ ჩასახულიყავი. იზრუნა იმაზე, რომ შენ გაჩენილიყავი. იზრუნა იმაზე, რომ შენ გაზრდილიყავი. იზრუნა იმაზე, რომ შენ მოგესმინა სახარება. იზრუნა იმაზე, რომ შენ გერწმუნა. და ზრუნავს იმაზე, რომ შენ მიადგე ქანაანის საზღვრებს. იმიტომ რომ მან თქვა, ჩემს ხელში არიან ჩემი ცხვრები და ვერავინ ვერ წამართმევს მათ. და ის ზრუნავს, რომ ისინი, რომელნი წინასწარ იცნო, მასთან აღმოჩნდნენ სასუფეველში მარადის. განა ეს საოცრება არ არის? ღმერთმა ჩვენ ნამდვილი ცოდნით გვიცნო, ანუ შეგვიყვარა. ამიტომაც ჩვენ კეთილ უნდა ვინებოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი და ავაგოთ ერთმანეთთან ურთიერთობა იმ ცოდნაზე, იმ ნამდვილ ცოდნაზე, რომელიც კი არ წარმოშობს თვითკმაყოფილებას, ამპარტავნებას და თვითდაჯერებულობას, არამედ სიყვარულის გამო ერთმანეთზე ზრუნავს, ერთმანეთს მიუტევებს, თმობს ბევრ რამეს, თავმდაბალია და ერთმანეთი უყვარს. და ჩვენ გავაკეთებთ ასე, თუ ღმერთი შეგვეწევა.